პირველ რიგში ვისაუბრებ შეხვედრაზე, რომელიც შედგა შეხვედრა ჰქონდა ბრიტანელ პარლამენტარებთან, ძალიან სასიამოვნო, საინტერესო შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ, რაც უკავშირდება ორხრივ ურთიერთობებს, ასევე რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ პროცესებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა, ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მეგობრები ბრიტანეთის პარლამენტში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სახით პირველ რიგში და ასევე სხვა პარლამენტარების სახით და მადლობა მინდა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება მიშელის განცხადებას, ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული თარიღის წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ მიღებული მაგალითად 18-12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ძირითადად საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს არის სხვა საქმე. ანუ როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმი საფუძველს არ იძლევა. იმედია დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ან რომელიც ახლა მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენთვის თავარი ჩვენთვის თავარი რა არის, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ვიცით რომ გვაქვს ძალიან ხელსახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და ახლოს მომავალში დასრულდება. ასეთიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ხელისუფლება იქნება თავიდან ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ყოველთვის 50-50-ზე. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი არის მზად კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ბრძანეთ რომ არის დადებითიც და უარყოფითიც ამ განცხადებაში, როგორც ჩასუარყოფით ამ თარიღის მიზეზად, აი დადებით კონტექსტში რა მიგაჩნია? ანუ ზოგადად კონკრეტული თარიღის დასახელება არ არის ცუდი, ეს კარგია, მაგრამ დაზუსტება ჭირდება იმას, თუ ვიზზე ვრცელდება ეს თარიღი. მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც 12-18 წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, თუ ეს ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც ჩარჩან მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ან წელს უნდა მიიღონ ეს სტატუსი. ობიექტურად უნდა ეხებოდეს თუ არა საქართველოს, უკრაინა, მოლდოვა 30 წლის პერსპექტივა. მე მგონია ჩვენ უფრო მეტად ვიყავით ხაზგასმული, ვიდრე ბალკანეთის ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთი. რეალურად 2030 წლისთვის ამ ქვეყნებს შორის ყველა ქვეყანას მაქვს საუბარი, ხო? მაკედონია 18 წლის წინ გახდა კანდიდატი ქვეყანა, მონტენეგრო, სერბეთი 10-12 წლის წინ გახდნენ კანდიდატები, არის ალბანეთი, ასევე რომელიც არის კანდიდატი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია. ამ ქვეყნებს შორის 2030 წლისთვის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფი ზრდა ამ კუთხით შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველოს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე პირველ რიგში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის წმინდა პოლიტიკური განზომილება, ასევე მისი ეკონომიკური განზომილება. ასე რომ 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრი სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს იქნება საქართველოს. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი კონკრეტიკა ამისთან დაკავშირებით. ნიკარაგუის სტატუსთან დაკავშირებით, ნიკარაგუა უკაცრავ, დიდი ხანია. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ეს განცხადებები შეგვიძლია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ვერ გაწევრიანდება ამ ხელისუფლების პირობებია და მთავარი შემოქმედებელი ფაქტორი და დაუძლიოთ 2030 ჩვენ არასწორად გაგვიყვანა, თქვენ ბრძანეთ, რომ 2030 წლისთვის ვინმეს ექნება სტატუსი. წევრობა. კი, რა თქმა უნდა, წევრობა იგულისხმება. გვარამიაზეც რომ დავა, მან ფაქტურად გააკრიტიკა. გვარამიას კი. სტატუსს ნებისმიერ შემთხვევაში.
ну ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რაც სამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველოს დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთი წამოწდენა იყო ეს ამ შემთხვევაში გვარამიას მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პერსონას, გვარამიას, მე შეგახსენებთ, ვინ არის გვარამია. ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტის საქმეებში 2012 წლამდე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია იმედის ყაჩაღურად მიტაცებაში, რომელიც მერე ყაჩაღურად მიტაცებულ რუსთავიორს მართავდა წლების განმავლობაში. ასეთი ადამიანები პირდაპირ ყაჩაღები არიან ანტი-ევროკავშირი. შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ისაუბრონ ევროკავშირზე. ისინი თავიდან ბოლომდე არიან დაცილებული ევროპულ ღირებულებებს და ისინი არიან სწორედ ანტი-ევროკავშირი. ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია, ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არც ერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლებსაც აღიარებული აქვს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. ჩვენ განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით იყო ყველაფრის მიუხედავად წარმატებული. არ ვიცი, ხა ეს იმათ საქმეა, მე არ უღრმავდები მათ განცხადებებს, მე უღრმავდები იმას, თუ როგორია ჩვენი არაღიარების პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული. ნახეთ რა მინდა. ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობასთან დაკავშირებით საუბარი ჩინეთთან მიმართებაში და ეს განცხადებაც დროში მალევე ემთხვა, რომ რატომ შემოიტანეს, თუ შემოაგდეს ეს თემა ეხლა რუსეთში. არ ვიცი, მე არ მინდა საერთოდ ამას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან. ყველა მიმართულებით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ერთი. და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება, ორივე მიმართულებით იქნება ძალიან აქტიურები და რა თქმა უნდა, ვერათვერი განცხადება ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ერთობანი შეხვედრა არის და ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ ასეთ შეხვედრებზე არასოდეს არ ვართ ხის წესრიგში, უნდა ვიყოთ ხის წესრიგში, შეიძლება ის იყოს ფორმულის თემაზე, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ. თქვენ რა სიტყვით ამაზე? ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და საქართველოს რატომ არ ჩანს ასეთ შეხვედრებზე არსა და შერავინა იქ. შერავინა ერდოვანი პუტინის შეხვედრაზე მაგას ვერ ხდები. შერავინა ერდოვანი პუტინის შეხვედრაზე რა უნდა გავაკეთოთ? ხო, და გითხეთ მაშინ ოპოზიციას. ოპოზიციას გითხეთ, მე არ ვიცი და ისინი უფრო ჭკვიანები არიან ეთქობა. ვითარების დროს, როდესაც ყველაფერი იცვლება, საქართველოს არც ერთ შეხვედრებზე დღის წესრიგში არსად არ არის. აი ეს მასე იფიქრონ და მე მიაღწევენ შედეგებს არჩევნებს. ფორბსის სტატიაზე, სადაც საუბარი იმაზე, როგორ იქცევა რუსეთი იმისთვის არასას უყურებს, მათ შორის პრიგოჟინთან დაკავშირებით და ასევე სააკაშვილი. ახსენებდი, რომ ის არის საფუძველი და რუსეთთან დაპირისპირების გამო არის მოკლედ ამ მდგომარეობაში. ხომ არ შეგიცვლიათ პოზიცია და რაღაც მაგარია. ესე იგი, ნაცმოძრაობა და პრიგოჟინი რო ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ასე ვთქვათ დაკავშირება ფორსის მხრიდან მე ძალიან საინტერესოა. ნუ არ ვიცი, ხა ეს სპეკულაციები არის ხშირად შეკვეთილია, ხშირად დაფინანსებული ასეთი სტატიები, ამიტომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას სტატიებზე არასორი. ზღონებისთვის მკაცრდება ჯარიმები გამონაბოლქვასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია და პრევენციას რამდენად მოახდენს ეს რობლი. ნუ რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგომარეობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მოსახლეობისთვის, ნუ ქალაქებში განსაკუთრებით და ეს არის ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, მომავალშიც იქნება კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის კანონპროექტები, რომლებიც გაუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას ქვეყანაში და მოგებულად განსაკუთრებით ქალაქებში. თქვენ ეს თემა კარგად იცით, ამ პარტიების შემოსავლები და ასე შემდეგ გაკონტროლებ და აქამდე პარტიების შემოსავლებს და ხარჯებს ამოწმებდა
აუდიტის სამსახური აღება პრემიერის დაპატიმრებაში მყოფი ანტიკორუფციული შეამოწმებს. თქვენ რას იტყვით ამაზე, როდესაც აი პოზიციონერები ჩაიწერდნენ და ამბობდნენ, რომ ქართულ უცხოას უნდა რომ ყველაფერი აკონტროლოს და ასე შემდეგ. თქვენთვის როგორი არის ეს? კი. იმიტომ რომ ამბობენ გიგონეთები რომ აუდიტი სადაც აქვს ფუნქცია და ზუსტად იგივე ინფორმაცია მიდის აუდიტის სამსახურს და აეღებიან აუდიტის სამსახურს. ანუ საუბარი იყო რაზე? თავის დროზე ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ანუ არა მარტო შექმნილი იყო ცალკე სამსახური, არამედ ფუნქციების თავმოყრაც მომხდარიყო და ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია არის სწორედ პარტიების ფინანსების კონტროლი. სწორედ ამის გამო ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად გადავიდა ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ სამსახურში. ან ეს ფუნქცია აღარ იქნება აუდიტის სამსახურში და გადავა ანტიკორუფციულ სამსახურში, რაც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში. არა, თლიანად გადავა ეს ფუნქცია ანტიკორუფციაში. ეს ამ შემთხვევაში იმით მაინც გავაკეთე თქვენ დამოვიწყოთ, რომ ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები და იმაზე რა ბრალდებით მოდის ოპოზიციიდან, შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა რომ ყველაფერი თვითონ გააკონტროლოს და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ ფუნქციის სადმე გადატანას. ხო იყო აუდიტის სამსახურში, აქ იყო ერთი პატარა როგორ კონსტიტუციასთან თავსებადობა იყო ეჭქვეშ. როცა აუდიტის სამსახურში იყო ეს ფუნქცია, იმიტომ რომ მითითებულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო სახსრებს ეთვალყურეობს აუდიტის სამსახური და არა პარტიულ სახსრებს. ამიტომ ეს კონსტიტუციასთან თავსებადობის საკითხი იდგა, რაზეც ვენეციის კომისია საუბრობდა თავის დროზე, ეს რეკომენდაციაც იყო ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ აუდიტიდან სადღაც სხვაგან წასულიყო ეს ფუნქცია და ამას დაემატა ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში. თუ ჩვენ გავყევით ევროკავშირის რეკომენდაციებს, არანაირი განსაკუთრებული ინტერესი არ ქონდა, რომ გადასულიყო ეს ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში. სანდოვის პრობლემა რა ხან აუდიტში იყო და აქამდე პარტიებს აუდიტში პრეტენზიები აქვს. ანუ ოპოზიცია მაინც ამბობს, რომ ეს რადგან პრემიერის დაქვემდებარებული უწყება იქნება ეს ანტიკორუფციული, მეც დავამატებ, ეს არის პრობლემა. დობის პრობლემა ხომ შეექმნება აი ამ ბიუროს და რამდენად გამჭვირვალე და ობიექტური იქნება მისი მუშაობა. ყველა უნდა დააგვირდეს პრაქტიკას. აუდიტის სამსახურს რაც შეეხება პრეტენზიები ნაკლებად იყო, მე არ მახსენდება პრეტენზიები, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურს დაუჯარიმებია არაერთი პოლიტიკური პარტია, მეგონი ჩვენ შეგვეხო რამდენიმე ჯარიმა ამ წლების განმავლობაში არასწორი შემოწირულობების და ხარჯების გამო. არის ხოლმე მათ შორის ტექნიკური ხარვესები, არატექნიკური ხარვესები, თუმცა პრეტენზიები დიად არ ყოფილა აუდიტის სამსახურის მიმართ, თუმცა საერთო პრობლემა რაც იკვეთებოდა, რაც არ იყო აუდიტის სამსახურის ბრალი, იყო ის, რომ საქართველოში ვერ ხერხდებოდა შავი ფულის კონტროლი. როგორც არჩევნების დროს, ასევე ზოგადად პოლიტიკაში. თქვენ იცით, რომ არიან კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ღია დაფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, აღიარება აქვთ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, მაგრამ ეს ფული არსად არ ჩანს. ანუ ერთი მხრივ აუდიტის სამსახურის საქმიანობა არ იყო პრეტენზიების საგანი, მაგრამ არა მისი ბრალეულობით წარმატებულად მაინც ვერ ხერხდებოდა პოლიტიკური ფულის კონტროლი. მე მგონია, რომ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება ანტიკორუფციული სამსახურის შემთხვევაში, ძალიან რთულია რეალურად შავი ფულის კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. ხატია დეკანეძე და რომან გოცირიძე დღეს მართავენ პრესკონფერენციას და ამ ყველაფრის მიზეზი არის, რომ ითხოვენ ისინი რუსეთის მოქალაქეების მიმართ დროებით შეჭერდეს საინვესტიციო და მოყოლვადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა, თავად პრობლემას და საფრთხებს ხედავენ ამ ყველაფერში. არ ვიცი, ახლა სპეკულაციები გრძელდება და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური და ეს ჩანს საიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვაშაძის მიერ რუსების გაქირავება არავის არ ქონდა ემოციები ამასთან დაკავშირებით. ხოსტარია დღემდე იღებს ჯამში მილიონობით რუბლს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არავის არ აქვს არც ემოციები და არც განსაკუთრებული რაღაცა რეაქციები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის ხელოვნური თემები, რომელსაც იყენებენ რაღაც ქულების ჩაწერისთვის, თუმცა დიდად ქულებსაც ვერ იწერენ ასეთი თემებით. სერიოზულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. ბატონო, მე მინდა გითხრათ ერთის მანონადიროს რომელიც უკრაინაში იბრძვის, მან დაწერა ასეთი რამ, რომ მოვიდა ხმა ჩვენთან, რომ დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო აღარ აპირებს ჩვენი ბიჭების დაღუპვის შემთხვევაში პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ეს თუ ასე მოხდება, ხელისუფლებას აკისრებს შემდეგ პასუხისმგებლობას და კონკრეტულ სახელმწიფო ბარებს წერს.
თქვენ რა პოზიცია გაქვთ ასეთი რამ თუ იქნება მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით? არ ვიცი, მე მგონია რომ რა ღონისძიებები სტარდებოდა აქამდე, იგივე ღონისძიებები გადარდება მომავალშიც, ამიტომ არ მგონია რომ ამის ოფიციალური ხონდეს ამას. არ ვიცი, რას უნდა ეფუძნებოდეს ეს ცვლილება, მე არ ვიცი. არ ვიცი, არავითარი საფუძველი ამას არ აქვს. და რატო არ მოიცით რა ესენი შემთხვევით ასე არ დაწერდნენ არა? არ ვიცი, შეიძლება შემთხვევით დაწერა, შეიძლება პროვოკაცია ვიღაცისგან, არ ვიცი. საბესიარო ფორმატზე მინდა გითხოთ, საკმაოდ რეზონანსი მოყვა ბოლო ახალ ამბებს, რომელიც ამუშავეთ უნარსის სიახალები პირველი მოსმენთან დამტკიცებული კანონპროექტი გადავამოწმოთ, რომელიც მათ შორის გადავადებას აფასწინებს. თუმცა მანამდე ჩვენ ვისმენთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირების, სააგენტოს ხელმძღვანელი პირების განცხადებებს და ერთგვარ გამშვიდების მცდელობებს საზოგადოების, რომ აი ეს მაღალრისკიანი პორტფელი რატომ არის კარგი და რა უპირატესობები აქვს და ასე შემდეგ. რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება, რომ თქვათ ერთში ვარწმუნებით საზოგადოებას და აღმოჩნდა, რომ 2018-მდე უნდა გადავადეს საერთოდაც ეს ყველაფერი. როდის მოხდა ამ კანონპროექტის განხილვა რა ფორმატში, აი ეს მე არ ვიცი, ეს უნდა გეტყოთ საპენსიო სააგენტოს, მე მგონი საპენსიო სააგენტოსგან იყო არასწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მე ასეთი შტაბი შეიძლება დამრჩა, მაგრამ თავარი არის ის, რომ საზოგადოების ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული, როგორც თქვენც აღნიშნეთ, უკვე არის განხილვის პროცესში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესების დაცვას, ავტომატურად ნებისმიერი, ასე ვთქვათ, დანაზოგი დარჩება დაბალრისკიან, ასე ვთქვათ, სივრცეში, თუ სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს შესაბამისი ადამიანი. შესაბამისად, საზოგადოების ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ეს არავითარი საპირისპირო აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, ნუ დანარჩენი საპენსიო სააგენტო განმარტავს. იცოდა თავის დროზე აი გამორიცხულია როგორ შეიძლება და არ ცოდნოდათ, როცა პირდაპირ პენსიებს ეხება ეს კანონპროექტი. პარტნიორები, ერთ ჩაგიკითხებით, ამაზე ვერ გითხეთ წეგან, შარმიშელის განცხადებიდან გამომდინარე, გურამაჭარაში მოთქვა, რომ სკეპტიციზმის აჩენსო, რომ ეს კონკრეტული დროსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ხო? თქვენ რას თქვით, როდესაც ესე კონკრეტული თანხი არის დასახელებული და ასე შემდეგ, ჩნდება რაღაცნაირად ქართველი ხალხის მხრიდან სკეპტიციზმი ევროკავშირის მიმართ, უფრო მეტად მკაფიოები უნდა იყვნენ, თუ აი როგორი უნდა იყოს მათი? მეტი კონკრეტიკა არის საჭირო, განსაკუთრებით საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. ეს 2030 ვრცელდება მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე თუ ამ სამ ქვეყანასაც. ეს კონკრეტიკა არის საჭირო, ვიდრე ეს კონკრეტიკა არ იქნება, მანამდე რჩება ბუნდოვანება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბალკანეთის ქვეყნებს ზოგს 18 წლის წინ, ზოგს 12-10 წლის წინ აქვს მიღებული კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მათ აქვს შესაბამისად სხვა საწყისი პოზიციები, ამიტომ აუცილებელია დაზუსტდეს ეს 2030 წელი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე თუ მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე. ასევე შეგახსენებთ მაგალითად ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა სავარაუდოდ 2050 წლისთვის გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ არის წინააღმდეგობრივი განცხადებები, ამიტომ არის საჭირო მეტი სიცხადე. ეს 2030 წელი ვრცელდება თუ არა ყველა ქვეყანაზე თუ ვრცელდება მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებსაც ბევრად უფრო ადრე აქვთ მიღებული კანდიდატის სტატუსი. თქვენ პასუხისმგებლობას და ხელისუფლებას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, თქვენ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ მაგალითად ოპოზიცია ამბობს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი და დემოკრატია ერთად ვერ იქნება და ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად არ უნდა დღეს რომ იყოს ეს სტატუსი. ნუ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო არის დღეს დემოკრატიული ქვეყანა. არა მარტო ფუნდამენტური პროგრესი გვაქვს ჩვენ წინა ხელისუფლების შემდეგ, არამედ დღეს თვისებრივად საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ტარდება დემოკრატიული არჩევნები, სადაც არის მედია პლურალიზმი, სადაც არის პოლიტიკური პლურალიზმი, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს. და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა.